სესილი ლორთქიფანიძე 9 წლის. სწავლობ ხელვაჩაურის პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, ცეკვა და საჭმელების გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 1 წელია ვცეკვავ აბსაროში. ისე ნერვიულობდი, რომ აბსარში რომ მივედი, აღარ მახსოვს ჩემი პირველი დღე. ცეკვაში ყველაზე რთულია ახალი ილეთის დამახსოვრება. ყველაზე ადვილი არის ნასწავლი ილეთის გაკეთება. კონცერტი ჯერ არ მქონია და მალე მექნება. ჩემი საყვარელი ცეკვა არის რაჭული. საყვარელი ილეთი არის ეს. აბსარში ჩემი მასწავლებლები არიან რივმა სამინიძე და მულთაზ შანთაძე. უფრო მხიარული არის მულთაზ მასწავლებელი და უფრო მკაცრი არის რივმა მასწავლებელი. ჯერჯერობით მაქვს მარტო განდაგანის ფორმა. მე მინდა კონცერტზე მეცვას თეთრი გრძელი კაბა, შავი ქამარი და წითელი მოსასხამი. კარგი გარეგნობა მაქვს, კარგი ტანი მაქვს და კარგად შეცმას ძალიან მიხდება. დამპრენჭვა არ მიყვარს, იმიტომ რომ ისედაც ლამაზი გოგო ვარ. ჩემი გეგმა არის, რომ აბსაროში ვიცეკვო 20 წელი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვითსწავლე. მე ვიცი სოფლის ხატვა, ადამიანების ხატვა და ცხოველების ხატვა. ყველაზე კარგად გამომდის სოფლის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის მწვანე და არ მიყვარს შავი. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და ეხლა მაქვს სულ 50 კარგი ნახატი. ამ ნახატებში ერთი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. ხატია სოფელი, ადამიანებია, ბევრი სახლებია და თანაც გათხოვებულია. ერთხელ აცნარად გავხიტე ჩემი ერთი ნახატი. მინდა ისე კარგად ხატავდე, რომ ჩემი ნახატები ღირდეს მილიონები და მუზეუმში იყოს გამოფენილი. ყველაზე ხშირად ჩემ ნახატებს ჩუქნი ჩემ მეგობარ ლილე ჩხაიძეს. მეც მიყვარს აჩუქებს რომ ჩუქნიან. სამწუხაროდ 5 წელია თოლის ბაბოს აღარ მაქვს საჩუქრები. თოლის ბაბო რომ არსებობდეს, ის იქნებოდა 93 წლის. მისი ნამდვილი სახელი იქნებოდა ვახტანგი. ჩემი ოცნების საჩუქარი არის პატარა ფუმფულა თეთრი ლეკვი. სახლში მყავს კატა და მაგის გამო ვერ მომყავს. ჩემი სკოლა იმიტომ მომწონს და მიყვარს, რომ კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული ბავშვი არის ბელა ესეფიცი. ყველაზე ცელქი არის ვასო. ყველაზე ტკივანი არის ლილი. მე ყველაზე მშვიდი, ლამაზი და გონიერი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის დიანა ბერიძე, იმიტომ რომ საყვარელია, გონიერია, სულ გვეხუტება, კეთილია. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ბავშვების ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი კერა. უფრო პატარა ვიყავი, მინდოდა გამოსულიყავი პრინცესა ელზა. ახლა მინდა ვიყო 12 წლის, რადგან მაგი რიცხვი ძალიან მომწონს. სახლში ცხოვრობ მე, დედიკო, მამიკო, ბაბუა, ჩემი დიდი და ჩემი პატარა კატა. კიდე მინდა მყავდეს 3 ძმა და 2 და. ჩემი და არის 12 წლის და ქვია ნუცა. ის არის პრანჭია, მგონიერი და მხიარული. ჩემი აზრით ნუცა რომ გაიზრდება გამოვა დეპუტატი. მამიკო არის მკაცრი, ჭკვიანი და ხალისიანი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი, თბილი, ზრუნველი. ბაბუ არის ჭკვიანი და ხანდახან ხალისიანი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული წვნიანი. ჩემი საყვარელი საჭმელი არის შემწვარი კარტოფილი. მე მიყვარს პოეზია და თვითონაც წერ ლექსებს. პირველად ლექსი რომ დავწერე ვიყავი 7 წლის. ეს ლექსი იყო დედიკოზე. ახლა უკვე მაქვს 3 ლექსი დაწერილი. ყველაზე უფრო მომწონს ლექსის შემოდგომა. მე ვაპირებ რომ გავაგრძელო ლექსების წერა და გამოვიდე პოეტი. ჯანსრული ჯოხი რომ მქონდეს, აღარ იქნებიან უსახკაროები და ღარიბები. ამ ჯანსრული ჯოხით ყველას გავამდიდრებდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: სესილი რომ არ მექვას, რა მერქმეოდა? მე სესილი დამარქვა მამიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ სესილი რომ არ მერქვას, მე მერქმეოდა მარი. ჩემს შვილებს დავარქვევ გოგოს მარიტას, ბიჭს გიორგის. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას: ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს მეგობარ ბელა ესეფიცესთან ერთად. ბედნიერება არის კარგი დედიკო და მამიკო რომ მყავს და ყველაფერს გისრულებით. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.